ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ჩვენი სავარթად ვართ და ისევ შოუ ბიზნესის სიახლეებს გაგაცნობთ ინფორმატორში ლაილაისთან ერთად. მიუხედავად ჩვენთან არსებული დაძაბული სიტუაციისა, მსოფლიო კულტურულ ცხოვრებაში მაინც ხდებოდა საინტერესო სიახლეები. კინოთეატრ კოლგაში გაიმართა ჯგუფ Stacy's კლიპის პრეზენტაცია. კლიპის სათაურია არც თუ ისე ბევრი მსურს და მისი რეჟისორი გახლავთ გიორგი ლიფონავა. სიმღერის სათაური არც თუ იმდენი მსურს, აი ასე ქვია ამ სიმღერას. არანჟირება, უბრალოდ ავტორი და უნდა დავიწყო, არის უნიჭერესი ადამიანი, რაც აგაგიწერა ტელევიზიის ახლა აქ, ტექნიკურის პირას და რაღაც დატო ბარათაშვილი. რადი დურგლიშვილი, რაც ჩაერითმა რაღაც, ხო? ბარათაშვილი დურგლიშვილი. აქ ესე იგი ავტორთან ერთად კიდევ ერთი აპლოდისმენტები უნდა გავიმეტოთ რადისთვის, არანჟირებაც სწორად რომ მისია. აპლოდისმენტები ესე იგი მე რომ ვიყო MTV-ს დირექტორი, აუცილებლად გავუშვებდი ამ კლიპს, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა, არ ვიცი რა ვთქვა, მეტი რა ვთქვა, არ ვიცი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან კეთდება ესეთი ხარისხის კლიპები. ძალიან მომეწონა და გულშემატკივრობ ბიჭებს ბოლომდე. ძალიან საინტერესო იყო და მე ვფიქრობ, რომ აი კლიპის ფორმატი ზის. ანუ ყველა კლიპისგან განსხვავებულია და მე ძალიან მომეწონა. კლიპით ვარ ძალიან კმაყოფილი კიდევ ერთხელ და ბევრჯერ გავიმეორებ სიამოვნებით, იმიტომ რომ აი გიორგი ლიფონავა აღმოჩნდა არაჩვეულებრივი რეჟისორი და გააკეთა ძალიან დახვეწილი კლიპი და რომლითაც მართლა ძალიან კმაყოფილი დავრჩი და მე მგონი კმაყოფილი დარჩა მაყურებელიც და იქნება წარმატებული ჯგუფისთვის ეს კლიპი მომავალში. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ჯერ თვითონ ისავიღოთ, რომ თვითონ სიმღერის ჩაწერა მოხდა სპონტანურად, ხუმრობით ხეცხმებაო და ჩვენც ესე მოვახდინეთ და სიმღერა ჩავწერეთ ჩვენ და DJ დათომ. ერთ დღესაც ავედით გიორგისთან ვილაპარაკეთ. ბევრი არ გვილაპარაკია მართალი გითხრათ, რაღაც ჩვენი აზრი ვთქარ, თვითონ თავისი აზრი გითხრა და ერთ დღესაც გვირეკავს და გვეუბნება, რომ მე უკვე კლიპიო გავაკეთეო და თქვენი აზრი მაინტერესებს და მივედით ჩვენც რა თქმა უნდა ცოტა გაკურებულებიც კი ვიყავით, რომ ჩვენ არც გადაუღივართ არაფერი კლიპი, როგორ შეიძლება და ადამიანს გაეკეთებინა, როდესაც ჩვენ არ დაუფიქსირებივართ არც კამერას, არც არაფერს და აქედან გამომდინარე ავედით, ვნახეთ კლიპი და შთაბეჭდილება პირველი უკვე იქიდან წამოვიდა, რომ რაღაც იყო განსხვავებული, იყო სხვა. ავტორი არის თვითონ სიმღერის რატი დურგიშვილი, ჩვენ მეგობარი. ისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. გუჩი მეტრეველი არის ტექსტის ავტორი, მასაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და ჩაიწერა ისინი სტუდიაში. და მიიღო ის სახე, რომელიც სახეც დღეს აქვს. საინტერესოა ამათ შემოქმედება. იმიტომ რომ არის განსხვავებული, რაღაც მიმართულება აქვს დარჩეული და აი ამ მიმართულებას ასე ვთქვათ მიუყვებია, ხო? ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ახალი სიმღერაში, საბოლოო ჯამში, კლიპში და უკვე შემდეგ დღევანდელ დღეში. და ჩვენ ესე ერთად ვარ და ერთად ნახეთ ყველამ ეს კლიპი და მე მგონი რაღაც ურიგო არ გამოვიდა და ხალხი ასე თუ ისე კმაყოფილი დარჩა და დარწმუნებული ვარ ასევე კარგად მიიღებს ჩვენი მაყურებელიც. გადახედები მიმდინარეობდა ჩვენთან სახლში. შეიქმნა როგორ? ნუ რაღაც დავჯექით. რამდენიმე 4-5 დღე ვილაპარაკეთ. შესაძლოა 4-5 იდეა გაჩნდა, ვერსია გაჩნდა, ბოლოზე გავჩერდით და გავწყვეტ რომ ფოტო ანიმაცია გავუკეთებინა. რაც აი სახეზე იყო დღეს. უკვე მესამედ ტარდება მოყვარულ ფოტოგრაფთა ფოტოკონკურსი ქოლგა, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირი აწყობს. როგორც ორგანიზატორები გვერდებიან, წლევანდელი კონკურსი გამორჩეული იქნება. ეხლა არის დაახლოებით 300-მდე ფოტო.
მაგრამ ამ კვირაში ალბათ კიდე შემოვა ერთი ამდენი, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან გააქტიურდნენ. და შემდეგ ამ ფოტოებიდან შეერჩევა 50 საუკეთესო და გამოეფინება Universe-ში, ან გალერეაში და TMS-ში. რეკავს ძალიან ბევრი ხალხი, იმეილზე მოდის ძალიან ბევრი კითხვები, აინტერესებდა. შემოსვლით იმედი გვაქვს ბევრი ფოტო შემოვაგებთ. 15-დან 20-მდე მოხდება გადარჩევა ამ ფოტოების. შეარჩევს ჟიური, ესენი არიან გურამ წიბახაშვილი, დათო ჩიხლაძე, მიშა მრევლიშვილი, თეათელია, გიკა ჭელიძე. ვინც თulis თავს ფოტო მოყვარულად, ყველა შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. პროფესიონალი არ მიიღებს, იმიტომ რომ მას თავისი ამბიცია აქვს იმის, რომ ის არის პროფესიონალი. იღებენ ბავშვებიდან დაწყებული, აი მოხუცების დიდი ასაკოვანი ხალხი. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება უკვე დახურვაზე. ეს იქნება 27 დეკემბერს კინოთეატრ ამირანში. ჟიური თვითონ გადაწყვეტს უკვე როგორ დაალაგდეს ეს პრინციპები, როგორ დაალაგდეს ნომინაციები. თვითონ გაარკვევს მოკლედ ნომინაციებს და პლუს ამ მთლიან კონკურსის გამარჯვებულ ფოტოს. ეს იქნება მთავარი პრიზის მფლობელი. პრიზ რაც შეეხება პრიზი იქნება ფულადი პრიზის დააწესა. პრიზ დააწესა TBC ბანკმა. თავში ვიკავებ თანხის დასახელებაზე. ავთო ცკვიტინიძე მოსკოვიდან დაბრუნდა, სადაც ის Fashion Week-ში იღებდა მონაწილეობას. ჩვენი გადამღები ჯგუფი მას ესტუმრა და შთაბეჭდილებების გაზიარებას თხოვა. აღმოჩნდა ესე, როცა ჩემი ჩვენება დაიწყო უკვე რეპეტიციებზე და რომ შევიტანე მოდელები, გაირკვა, რომ უკვე დიდი სიმპათიები დაიწყო ჩემს მიმართ და უკვე ჩვენება რომ დამთავრდა, მოხდა ფაქტიურად სენსაცია, იმიტომ რომ აბსოლუტურად უცხო ადამიანები მოდიოდნენ პრესა, ტელევიზია და რაც მთავარი იყო რუსის მოდის კრიტიკოსები და მეუბნებოდნენ, რომ აი რატომ არ გიცნობთ ჩვენ ესე და რატომ არ ჩამოდი აქამდე. ანუ უკვე მეორე დღეს ვიყავი ფაქტიურად ცნობილი პიროვნება, იმიტომ რომ ყველა პირველი რიგის საპატიო ადგილები ჩვენთვის იყო დათმობილი და აბსოლუტურად ოფიციელი Vogue, Elle, სადაც მოხვედრა იმათი დიზაინერებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, გააკეთეს სპეციალურად ჩვენთვის ფოტო გადაღებები, ინტერვიუები და ასე შემდეგ. მოხდა ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი და მნიშვნელოვანი პირი დაინტერესდა და უკვე ზამთრის კოლექციისთვის ძალიან სერიოზული მზადებით უკვე ელოდებიან და სპეციალურად გაგვიფორმეს კონტრაქტი, რომ Russian Fashion Week-ზე ჩავიდეთ და არა მოსკოვის Fashion Week-ზე, სადაც უკვე შემოთავაზება იყო და გადაბირების მომენტი იყო ფაქტიურად. ქართველი დიზაინერისთვის უკვე იმდენად კარგი ემოციები ჰქონდათ მაკ ასათიანის სახლიდან მანამდე უკვე რომ აი ფაქტურად უკვე ნიჭიერი ადამიანის ჩამოსვლას ელოდებოდნენ საქართველოსთან, იმიტომ რომ ქართულ მოდაზე უკვე ჰქონდათ კარგი წარმოდგენა. ჯერ მაკაზე მელაპარაკებოდა ყველა და შემდეგ მაკა რო ჩავიდა ყველა ჩემზე ელაპარაკებოდა და მე ვიძახოთით რომ მაგრები ვართ ქართველები თქო.
ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.